საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თედორ აზიკაშვილის ერთ ძალიან საინტერესო მოთხრობაზე, რომელსაც ჰქვია მონადირე. უპირველეს ყოვლისა, შეგახსენებთ იმას, რომ თედორ აზიკაშვილი გახლავთ ვაჟა-ფშაველას ძმა. ისევე როგორც ბაჩანა. აი ამ ერთმა ოჯახმა სამი ასეთი დიდი და ძალიან საინტერესო მწერალი გაზარდა. სამი ძმა, ვაჟა, ფშაველა, ანუ ლუკა რაზიკაშვილი, თედორ აზიკაშვილი და ბაჩანა და სამივე მათგანი იყო იმ მხრივ საინტერესო, რომ ბუნებას უტრიალებდნენ გარს, ყველაფერი ბუნების არაჩვეულებრივად ესმოდათ, თვითონაც ბუნების შვილები იყვნენ და ჩვენც იმას გვასწავლიდნენ, ბუნება როგორ უნდა გვიყვარდეს და ბუნებასთან როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს. თედორ აზიკაშვილის მონადირე ერთდროულად გვიამბობს ბუნებაზეც და იმაზე, რომ ბუნებას არ უნდა შევეხოთ ისეთი ხელით, როგორცაც ის არ გვაპატიებს და როგორიც არ ეკადრება და ამავე დროს ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვაჟკაცობა ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანია, უპირველესია და ადამიანი სწორედ იმით ფასობს, თუ რამდენად ვაჟკაცური სულის პატრონია იგი. გაგახსენებთ რა ხდება აი ამ ნაწარმოებში. ერთი მხრივ სრულიად შეუფერებელი სახელი აქვს მთავარ გმირს, მას სახელად შიშია ქვია. და შესაძლოა სწორედ იმიტომ დაარქვა ამ აბსოლუტურად უშიშარ კაცს ასეთი სახელი თედორ აზიკაშვილმა, რომ ამით კიდევ ერთხელ დავეფიქრებინეთ იმაზე, რომ ადამიანის სახელდებას და მის სახელს მთაში ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დაარქვეს უბრალოდ ის სახელი, რომელიც მთაში გავრცელებული იყო, თუმცა აი ამ შიშიამ ყველაზე უფრო დიდი უშიშრობა გამოაჩინა. საერთოდ მთაში ვაჟკაცი განსაკუთრებით ფასობს და ვაჟკაცებშიც გამორჩეული ხალხის რჩეულები არიან და აი ამ გამორჩეულ ვაჟკაცებზე ლექსები და სიმღერები დადის. შიშიასაც თუ დააკვირდებით, ერთადერთი მიზანი აქვს, ისე იცხოვროს, რომ მისი ცხოვრება ლექსად გადაიქცეს, ქალებმა მასზე ლექსები დაწერონ და ქალებს თვალი რჩებოდეთ მასზე, ან ლექსი მაინც დარჩეს, როცა იგი გარდაიცვლება. რასაკვირველია, მას უნდა რომ ცოცხალსაც ჰქონდეს სახელი და ცოცხალით სახელიანი ვაჟი იყოს, მაგრამ იმაზეც არ ამბობს უარს, რომ თუნდაც სიცოცხლის ფასად დაუჯდეს სახელის მოპოვება, თუ კი ეს სახელი დარჩება და თუ კი მას ამის შემდეგ გაიხსენებენ ხოლმე. ამ შიშიასო, როგორც გვაცნობს მას თედორ აზიკაშვილი, ხევსურეთში განთქმული ადამიანი იყო და ამ შიშიასო ყველაფერი გადალახული ჰქონდა, რაც კი ოდესმე თავისი დიდი წინაპრებისგან გაუგონია. და ამავე დროს ის საოცარი მონადირე იყო, მაგრამ თავისთვის კი არ დაიტოვებდა განსაკუთრებულად ლამაზი ჯიხვის ასევე არაჩვეულებრივ რქებს, ან და რაიმე ისეთ ნადავლს, რომელიც მას განსაკუთრებით მოეწონებოდა, არამედ მის მიერ მირთმეული რქები ირმებისა თუ ჯიხვებისა ხახმაცა და გუდანის ჯვარში იყო გამოფენილებიოდა. აი ამით, როცა მონადირე თავისი მონადირებული ჯიხვის რქებს თუ ირმის რქებს, განსაკუთრებულად ლამაზ რქებს შეარჩევს და მიართმევს რომელიმე ბატონს, მათ ენაზე რო ვთქვათ, ანუ რომელიმე სალოცავს, რომელიმე ეკლესიას, ჩვენთვის გასაგებ ენაზე რო ვთქვათ, აი ეს არის ერთი მხრივ მადლობის გამოხატვა ხატის მიმართ, რომ ხატმა ასე უშველა და მოანადირებინა ცოლშვილი მშიერი არ დაურჩა მას, რადგან მთის ხალხი ძირითადად მაინც ნანადირები ხორცით გადიოდა იოლას და აი ამ ხორცით იკვებებოდა, რადგან იქ იმდენი არაფერი მოდიოდა, რომ მოსავლით ერჩინათ თავი და იძულებულნი იყვნენ ამიტომ, რომ ენადირათ. ძალიან დიდად რისკავდა მონადირე, რადგან ჯიხვები სადაც გაივლიან, აი იმ ადგილს, იმ გადავლილს თვალი არ შეეკიდებაო ხალხი მღერის, ანუ თვალსაც კი ვერ მიაწვდნენ. არათუ ფეხი დაადგა იქ და როცა ჯიხვი მიქრის კლდიდან კლდეზე, ისე გეჩვენება თითქოს რქებსაც კი იგი გამოიყენებს იმისთვის, რომ დაეყრდნოს მთას. თითქოს რქებიც კი მას ჩლიქებივით აქვს გამოსაყენებელი და აი ეს რქა ხან გაესმება მთას, ანუ გაეხახუნება და ხან არა და გამოიყენებს როგორც ჯოხს, ხელჯოხს მაგალითად, ან და რაიმე საყრდენ საშუალებას. ადამიანი, რა თქმა უნდა, იქ ვერ გაივლის, მით უმეტეს ფეხს ვერ მოიკიდებს, იქ ვერ გაჩერდება
და იქიდან ჩამოსვლას მით უმეტეს ვერ მოახერხებს, ასვლა რამენაირად შეიძლება მოახერხოს. მაგრამ კარგი ვაჟები, გამორჩეული ვაჟები ოცნებობენ არა მხოლოდ იმაზე, რომ ღირსეული მონადირეების სახელი ჰქონდეთ და მოინადირონ ჯიხვები და ირმები, განსაკუთრებით ჯიხვები, რადგან ჯიხვი ყველაზე უფრო მიუვალ ადგილებში ბინადრობს, არამედ მათ ისიც უნდათ, რომ საკუთარი ვაჟკაცობა სწორედ ამით შეამოწმონ, დაადასტურონ, რომ ისინი ჯიხვებზე უფრო ძლიერნი არიან და სადაც შეიძლება ადამიანის ფეხი არ დადგმულა და იქ მხოლოდ არწივი დაფრინავს, არადა მხოლოდ ორბებისა და არწივებისაგან მიტანილი ნადავლია იქ და მათი ბუდეებია, აი იქაც უნდა ადამიანს ხანდახან თავისი ვაჟკაცობის დასამტკიცებლად მოხდეს და შემდეგ სალექსო ბიჭად გადაიქცეს სწორედ ამიტომ. არწივის მაღალი განსაკუთრებულად პოპულარულია მთაში, რადგან ეს ის ადგილია, სადაც მართლა არასოდეს დადგმულა ადამიანის ფეხი, სადაც როგორც ახასიათებს თედორა ზიკაშვილი, თოვლიც კი დიდხანს ვერ ჩერდება. ალბათ გაიოცებთ, რატომ? იმიტომ რომ ისეთი ვიწრო და ისეთი პატარა წვეტები აქვს მას, რომ თოვლიც კი დაბლა ჩამოდის. დაბლა მთელი ზვავებია, ჩაჩუმქრულებია. უზარმაზარი რაოდენობის თოვლი დევს, მაგრამ აი ეს წვერი მისი არის სუფთა, წვერი მიწაა მხოლოდ და მხოლოდ, რადგან ადგილი არ არის, რომ თოვლმა ფეხი მოიკიდოს. შეიძლება დაიფიფქოს რაღაცა მცირე ხნით, მაგრამ მზე როგორც კი ამოვა, გაადნობს, აი ამ თოვლს მიწაში ჩაიყვანს, იქაურობას გააშავებს, წყლად აქცევს თოვლს, მაგრამ თოვლი იქ ვერ გაჩერდება. წარმოიდგინეთ, როგორი პატარა ადგილები უნდა იყოს და როგორი ძნელად სავალი, რომ იქ თოვლიც კი არ დევს და მით უმეტეს როგორ უნდა დაეტიოს იქ ადამიანის ფეხი, ან და თვითონ ადამიანმა როგორ უნდა მოიმაგროს თავი. აი სწორედ ასეთ ადგილზე, სწორედ არწივის მაღალზე ოცნებობენ ფშავ-ხევსური ვაჟკაცები და სწორედ იქ უნდოდა ასვლა შიშიასაც, რომ სწორედ იქ მოეკიდა ფეხი და შემდეგ გამხდარიყო იგი სალექსო სწორედ იმის გამო, რომ იქ დადგა ფეხი, სადაც არც ერთ ვაჟკაცს არასოდეს დაუდგამს და სწორედ იმ არწივების დამარცხება გაბედა და იმ ჯიხვების დამარცხება გაბედა, რომლებიც იქ დადიოდნენ. მართლაც ერთხელ მან კარგახნის ფიქრის შემდეგ, კარგახნის ოცნების შემდეგ, როცა მოვიდა გაზაფხული, როცა ყველაფერი ამწვანდა, ანუ როცა სიცოცხლემ გაიღვიძა ხელახლა და შიშიასაც განსაკუთრებული ენერგია მოაწვა, როცა მან იგრძნო კიდევ ერთხელ სიცოცხლე, გადაწყვიტა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა, წასულიყო, არწივის მაღლამდე მიეღწია და თუ შეძლებდა, იქაც ასულიყო. შიშიას უნდა, რომ ამ ჯიხვისა, რომელსაც იგი მოკლავს მიუვალ ადგილას, რქები წამოიღოს. დიდი ერთი პატარა სამწვადეს გამოაყოლოს, რადგან ალბათ ხვდებით, რომ შეუძლებელია, სადაც ადამიანი თვითონ ძლივს დადის, მან აკიდებულმა იაროს და კიდევ ტვირთსაც გაუძლოს. იგულისხმება, რომ იგი ამითი უფსკულში გადაიჩეხება, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი აქვს მას, რომ ჯიხვის რქა ხელში ჩაიგდოს და აი ამ რქით იამაყოს. იმდენად დიდი სურვილი აქვს, რომ კაცური სახელი დატოვოს აი ამ აყაყული კლდიდან. აყაყული ნიშნავს წამომართულს, დაცუცქულს, რომელსაც თითქოს ფეხი არ მოეკიდება, რომელსაც თვალსაც ძლივს აუწდნენ. იქ ადამიანი როგორ უნდა ავიდეს, მით უმეტეს იქ ჯიხვი როგორ უნდა მოინადიროს, მაგრამ აი შიშია სწორედ ამითი უნდა თავისი ვაჟკაცობის დამტკიცება. იგი არც ფიქრობს ჯიხვის ხორცის წამოღებაზე, არც ფიქრობს იმაზე, რომ ეს ხორცი მასა და მის ოჯახს საჭმელად გამოადგება. უკვე გითხარით, რატომ იგი ხორცს ვერ მოერევა. ამიტომ იგი ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რაიმე ნიშანი წამოიღოს თავისი ვაჟკაცობის დამადასტურებელი. თუმცა მიდის, როგორც ნაწარმოებშია თხასავით, ანარადა კატასავით, ანარადა ვეფხვივით, აი ამ არსებებივით ფრთხილობს იგი, როგორც ჯიხვი არის მსუბუქად ფეხის დამდგმელიან და კატა და ვეფხვი ფრთხილები ამ შემთხვევაში, აი სწორედ ასე მიიკვლევს გზას, ნენელა მიიპარება და იგი თვითონაც გრძნობს, რომ უკვე ისეთ ადგილებშია, სადაც მართლაც არასოდეს დადგმულა კაცის ფეხი. მას ეჩვენება, რომ ყველაფერი ბალახი, ქვიშა, ქვა, ლოდი, ყველაფერი მისი მტერია აქ. იმიტომ რომ არავის არ უნდა აქ და არაფერს არ უნდა არც ერთ არსებას, რომ ადამიანმა აქაურობა შელახოს თავისი ყოფნით. ეს არის ხელთუქმნელი, ანუ ხელმოუკიდებელი, ხელმიუყარებელი ბუნება და აქ
მხოლოდ და მხოლოდ ბუნება უნდა დარჩეს, თავისი სიდიადით ადამიანი აქ არ უნდა მიუშვან. შიშიას ეჩვენება, რომ ნებისმიერი ბალახი მას მუხთლურად მოექცევა, მას ფეხი დაუსხლტება, ნებისმიერი ქვიშა გამოეცლება ფეხქვეშ, ან და ლოცს რომ ხელს მოკიდებს, იგი გადმოგორდება და უსკულში გადაიტანს, მაგრამ იგი თვითონ ორმაგად და მეტად ფრთხილობს, უმატებს თანდათან სიფრთხილეს და თანდათან უფრო ნელა მიიწევს წინ და ბოლოს აღმოჩნდება, რომ იგი მართლაც გავა იმ ადგილას, სადაც თვალს მოკრავს უკვე ჯიხვებს და მიხვდება, რომ აი ეს არვე, ანუ ჯიხვების ჯოგი, ხვდებით არვე, ამას ქვია, არის მისი მსხვერპლი. იგი ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ ერთი ჯიხვი მაინც მოკლას, ან რამდენიმე, მაგრამ რადგან მიხვდება, რომ ჯიხვები დაფრთხებიან, როგორც კი პირველად გაისვრის იგი, ამიტომ იფიქრებს, რომ ყველაზე უფრო გამორჩეული ჯიხვი მოკლას. ჯიხვები სულ ნაირნაირები არიან, პატარებიც, დიდებიც, აქ მთელი ჯოგია. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე ჩანს, განსაკუთრებით დიდი, მოზვერივით არის, როგორც ამბობს ავტორი აი ამ ამბისა, ანუ თედო რაზიკაშვილი და სწორედ აი ამ დიდ ჯიხვს ამოიღებს მიზანში. თქვენ ალბათ ხვდებით, რომ ეს დიდი ჯიხვი ამ არვეს პატრონია, მეთაურია, პირველია მათ შორის, ყველა მას შესცქერის, მას უჯერებს და მისი მოკლა ვაჟისათვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სახელის მომტანი იქნება. მართლაც კარგად დაუმიზნებს შიშია და აი ამ ჯიხვს კერდიდან გადმოვა უათქრიალი ცისხლი. თუმცა იგი წაიმუხლება, მხოლოდ შემდეგ ადგება და გზას გააგრძელებს. მანამდე მთელი არვე ერთ ადგილზეა გაჩერებული, გაყუჩებული. ყველა მათგანი ფიქრობს თუ რა მოხდა და ალბათ თქვენც ხვდებით, გრძნობთ, რომ როცა განსაკუთრებულ ადამიანს მოკლავენ ამ შემთხვევაში, ან და განსაკუთრებულად ძვირფას არსებას მოუკლავენ ვინმეს, აი სწორედ ასე მოიქცნენ ეს ჯიხვებიც, მათთვის ყველაზე უფრო საყვარელი არსება იქნა სასიკვდილოდ განწირული, ამიტომ ყველა მათგანი დგას, არც ერთი განძრევას არ აპირებს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა წამოიმართება აი ეს ბელადი ამ არვესი და თავს მოატრიალებს, მხოლოდ მაშინ მოვლენ გონს ჯიხვები და ყველა მათგანი აქეთ-იქით გაიქცევა. კარგად გადმოსცემს თედო რაზიკაშვილი, ზოგ შემთხვევაში ჯიხვი მისდევდა შვილს, ზოგ შემთხვევაში შვილი მისდევდა დედას და ცდილობდნენ როგორმე რაც შეიძლება სწრაფად გასლოდნენ იქაურობას, რომ შემდეგი მსხვერპლი რომელიმე მათგანი არ აღმოჩენილიყო. ჯიხვი კი საოცრად იქცევა. იგი მართლაც მეფურად, მართლაც ვაჟკაცურად დგას, ისე რომ შიშია გაიფიქრებს, რომ ალბათ მკერდში არ მოხდა, მუცელშია დაჭრილი და ამიტომ ცოტა ხანს კიდევ იცოცხლებს, მაგრამ იმდენად მაინც ვერ გამაბრაზებს, რომ გამექცეს, სულ ერთია მაგის რქებს მაინც ჩავიგდებ ხელშიო და ნელ-ნელა უახლოვდება მას. ჯიხვი ელოდება ამაყად. ეს არის საოცარი სურათი და თედო რაზიკაშვილი ამბობს, ამ ჯიხვს ყველაფერი ეგონა. ადამიანთან შეხვედრა ასეთი არაო. მას უნახავს ლომიც, მას უნახავს მგელიც, ბევრჯერ მას უბრძოლია კიდეც, მაგრამ მას არ უნახავს ადამიანი და ადამიანს ასე არ დაპირისპირებია. ჯიხვი მშვიდად დაელოდება, იმიტომ რომ აქ მანიცის რომ კაცი მეტჯერ ვეღარ ისვრის. თუ კაცმა თოფი ამოიღო, სანამ დაუმიზნებს გადავარდება იგი. აქ არ არის ისეთი ადგილი, რომ მან ხელი გაითავისუფლოს და ხელში თოფი დაიჭიროს. მით უმეტეს ალბათ იცით ისიც, რომ თოფი არ ტყამს ადამიანს კონდახი. მისი ძნელია მისი სროლა, გარკვეული უკუდარტყმა მას აქვს და აი ეს შეიძლება ადამიანს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს, რადგან თუ წაბარბად და იგი გადავარდება, რა თქმა უნდა, უსკულში ჩაინთქმება. ჯიხვი ელოდება და როცა კაცი დაუახლოვდება, ძალიან ნელა მიდის იგი არწივის მაღლისაკენ. ორივე მათგანი, კაცისა და ჯიხვიც, თითქმის ხოხვით და ძალიან დიდი სიფრთხილით ადის არწივის მაღალზე. იქ, როგორც გითხარით, იმხელა ადგილიც კი არ არის, რომ თოვლმა ფეხი მოიკიდოს, მით უმეტეს როგორ მოიკიდებს კაცი. მაგრამ შიშია იმდენად არის მთვრალი თავისი გამარჯვებით და იმდენად უნდა რომ აი ამ ჯიხვის რქები ხელში ჩაიგდოს, რომ არაფერს აბსოლუტურად აღარ უყურებს. ჯიხვი ავიდა არწივის მაღალზე,
იქაც დაუცადა კაცს, ძალიან ამაყად მოიხედა, კაცი ავიდა, იქ არის კიდევ ერთი საოცარი სურათი, როგორ ჩახედავენ ისინი ერთმანეს თვალებში და კაცი გაბედავს, ნაბიჯს გადადგამს ჯიხვისკენ, ჯიხვი მაშინვე მოტრიალდა და გადავარდა უფსკრულში. იმიტომ რომ ჯიხვს ძალიან კარგად ესმოდა, რომ რაც სჭირდებოდა მისგან კაცს, იყო სახელი და დიდება მისი რქების გამო. მანაც იცოდა, რომ კაცი იქიდან ხორცს ვერ წამოიღებდა და ვერ გამოიყენებდა. შიშია კი დარჩა მწვერვალზე და მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა ჯიხვი გადახტა, რომ მას გამოსავალი არ აქვს. იგი უკან ვერ ჩამოვა, რომ ასვლა კიდევ რაღაცნაირად მოახერხა. ჩამოსვლა გამორიცხულია, აუცილებლად დაუცურდება ფეხი და აუცილებლად ჩაინთქმება უფსკრულში. გადაიხედა მხოლოდ კისერ წაგრძელებულმა საიდ გაფრინდა ჯიხვი და მან თვალიც ვერ მოჰკრა. ჯიხვს იმდენად მაღალია ეს უფსკრული და იმდენად შორს იფრინა ჯიხვმა. რა თქმა უნდა, შიშიას გაახსენდა ჯერ მანამდე და ეხლა აქ კიდევ ერთხელ ის ცნობილი ვაჟკაცები აფშინა თუ ჯარჯი, რომლებიც თავის დროზე ჯიხვებისაგან დაიღუპნენ, რადგან ჯიხვი ღვთის ცხოველად ითვლებოდა, საუფლო ცხოველი იყო და უფალი ბრაზობდა, როცა ადამიანი ჯიხვს უკლავდა, ანუ შვილს უკლავდა მას ამითი და ამიტომ ჯიხვების მკვლელები, როგორც წესი, ჯიხვებზე მონადირეები თვითონაც დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ ხოლმე. ეს ყველაფერი შიშიამ იცოდა, მაგრამ სახელისთვის ეს ნაბიჯი მაინც გადადგა და ბოლოს იგი მთელი ერთი კვირა იყო არწივის მაღალზე, ცოცხალი. ერთი კვირა იგი ელოდებოდა მაშველს, ერთი კვირა თოფს ისროდა და როგორც მასზე სოფელში ამბობდნენ, ერთი კვირა კიდევ ისმოდა თოფის ხმა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერავინ გაბედა რომ მას მიხმარებოდა, რადგან მიხმარება იყო შეუძლებელი. ეს ნაწარმოებიც ჩვენ ამას გვეუბნება, რომ ადამიანი ბევრჯერ სახელის მოსახვეჭად ისეთ რამეს აკეთებს, რაც შეიძლება დიდად ბრძნული არ იყოს, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სახელის მოხვეჭა ყოველგვარ მოსახვეჭელს ურჩევნიათ. შიშიაც როგორც ვაჟკაცი ისე მოკვდა, მან თავისი სურვილი აისრულა და არწივის მაღალზე ავიდა, იქ არწივის მაღალზე დაასრულა მან თავისი სიცოცხლე, მაგრამ ასე იყო თუ ისე იყო, ის იყო ერთადერთი ვაჟკაცი, რომელმაც ასეთი რამ შეძლო და რომელზეც ლექსებიც დაიწერა, რომლებზეც ქალებმა მართლაც ლექსები შეთხზეს. ამით აისრულა მან თავისი დიდი ოცნება, თავისი სურვილი. თუმცა იგი ამ ოცნებას შეეწირა. ვაჟკაცობა ადვილი არ არის, სახელის მოხვეჭა ადვილი არ არის და თუ ადამიანი არჩევანის წინაშე დგება, შიშიას მსგავსნი ასეთ არჩევანს აკეთებენ. ისინი სახელისათვის ცხოვრობენ და სახელისათვის იხოცებიან. გმადლობთ ყურადღებისთვის.